ამეტავზე სხვა ადგილი და მოგესალმებით მანქანიდან არა. ამეტავზე წამოვედით ქუთაისის მიმართულებით, ქუთაისის ყატყოს მიმართულებით უნდა დავასრულოთ რაღაცები და ეხლა ვართ ბაგრატის ტაძართან. მაგრამ ამ ვიდეოს მე არ გავაგრძელებ. განაგრძობს ანანო. Hello. ამ შემთხვევაში ცოტათი ასე ვთქვათ, ჩამოერთმევა ლუკას თავისი არხი ცოტა ხნით. წილის ფლობელი არის, რადგან სახელი მისი მოქცეულია. არა, წილის ფლობელი არ ვარ, თუმცა ვითხოვებ, ასე ვთქვათ და ერთად მოვინახულებთ ამ მხარეში საინტერესო რა შეიძლება იყოს. პირველად ვარ ამ ადგილას ბაგრატის ტაძარში და ძალიან საინტერესო გარემოა, გარდა იმისა, რომ ისტორიიდან ვიცით რაღაცები, აქ რომ მოდიხარ და ადგილზე ნახულობ, სრულიად სხვა სურათი, ასე ვთქვათ, ხდება. გალავანის ნაწილი შემორჩენილია დღემდე და აი აქ არის ძალიან საინტერესო ნაწილი. მართალია ვერ შევდივარ და შეიძლება დიდი ცნობაც იყოს, მაგრამ მაინც დაგანახებთ შორიდან. ლუკა, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. GoPro-ს გვათხოვებს და რაღაცებს გადავიღებთ. აი ესეთი ნაწილია. ფოტოები ჩემზე იქნება და ნახოთ როგორი ვიდეო გამოგვივა. აქედან ჩანს ასე ვთქვათ, ასეთი ხედი, ეს არის ბაგრატის უკანა მხარე. დასახლება და აი აქ თუ ჩანს, ეს არის დიდებული ხვამლის მთა. როგორც ნახეთ, ცოტა უცნაური იყო შიგნიდან ინტერიერი, ასე ვთქვათ, განახლებული ვერსია. ფერიც საერთოდ სხვაგან არის, მაგრამ რას ვიზავთ? ეგ არის ახლა რაც არის. გვერდზე აქვს მიშენება გაკეთებული. ჩანს აქედან და ასევეა შიგნითაც. აქ არის აღდგენის პროცესი, მოცემული წლების მიხედვით, ასე ვთქვათ. ფოტოებზე როგორ ჩანდა. მუზეუმში ვიყავით და იქ შიგნით ვერ გადავიღეთ, ძალიან მორიდებული ბავშვები ვართ და გვერდჩვენა რომ მოგვესმინა, ასე ვთქვათ, ადგილზე ექსკურსია მძღოლის ვყავდა. ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო, რომ მთელი ეს მუზეუმი შემოგვატარა მარიამი ერქვა ჩვენს გიდს და ბოლოს გავიგეთ, რომ თურმე უფასო ყოფილა აქ შესვლა. ძალიან საინტერესო იყო. ეძღვნებოდა 1951-55 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ, ასე ვთქვათ, დიდებულ ამბებს, უშუალოდ ქუთაისიდან წასული მეომრების იყო, ასე ვთქვათ, მიძღვნილი და ამას გარდა უფრო მეტად რაც მოგვეწონა ჩვენ, საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ იყო აფხაზეთიდან, ასე ვთქვათ, უცხო კადრები, ასევე იყო 2008 წლის ომიდან საკმაოდ უცხო ფოტოები და კიდევ იყო საქართველოს მისია ავღანეთში. აქედანაც ძალიან კარგი კადრები იყო და რაღაცები გადავიღეთ, ესეც გამოჩნდება კიდეც ვიდეოში. თუ მოხვდებით აქეთ, ნამდვილად გირჩევთ, რომ წამოხვიდეთ და შეირბინოთ რაღაცა ისტორიასაც გაიხსენებთ. თან ძველი კადრებიც იყო მოცემული და ეგენი საინტერესო იყო. თუმცა ყველაზე მეტად ის გაგვიხარდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იყო ის კადრები, იქვე იყო უახლესი ისტორიიდან საქართველოს, ასე ვთქვათ, და რუსეთის აგრესიის შესახებ. ასე რომ კარგი იყო, მადლობა და თან აუცილებლად სანახავია ალბათ აქ როცა მოხვდებით. ესეც წყალტუბო საკმაოდ
მოვედით სათაფლიაში. გავაკეთეთ წრიული, ესე ვთქვათ, მარშრუტი. პირველი გაჩერება იყო დინოზავრის ნაკვალევის ნახვა უშუალოდ. ერთ-ერთი ფოტო აქაც არის წარმოდგენილი. კადრებს ნახავთ, ანუ ამას მე ვიღებ, იმიტომ რომ დასაწყისში დამავიწყდა ჩაწერა და ძალიან საინტერესო იყო. ესე იგი, ახლა ვიმყოფებით შესასვლელთან, სადაც არის რუკა და საინფორმაციო დაფა. ვიწყებთ დინოზავრის ნაკვალევის ლოკაციიდან, შემდეგ მივდივართ უკვე კლდოვან ნაწილზე და მივდივართ ფუტკრის მთასთან, სადაც ძველი ველური ფუტკარი ბინადრობდა და ეხლა ერთი ოჯახი არ დარჩენილი ველური ფუტკრის. შემდეგ აქვე არის გადასახედი და შემდეგ მივდივართ უკვე მღვიმის შესასვლელთან, რომელიც პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა 100 წლის წინ, 100 წლის თავი შეუსრულდა წელს ამ მღვიმეს, საკმაოდ საინტერესო მღვიმე არის. მღვიმე არის დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის. არის რამდენიმე განშტოება და მღვიმის გამოსასვლელიდან უკვე შეგიძლიათ მე იურიდიულ პერიოდის პარკში მიხვიდეთ, სადაც ცოცხალი დინოზავრები დახვდებიან. და კი ბატონო, და შემდეგ შეგიძლიათ ასევე მიხვიდეთ გადასახედთან, რომელიც მდებარეობს აი აგერ. ესე ადიხარ რაღაცნაირი ასე. 250 მეტრი არის იქამდე. ესეც მღვიმის თავზე ხო? კი ბატონო, მღვიმის თავზე არის ფაქტობრივად ეკოლოგაცია. ესეც ადგილობრივი რუკა. უახლესი ბუნებრივი ძეგლები. რაღაცა ჩანჩქერი უნდა ვნახოთ ახლა. რომელიც არის მომენტრის და ის პრობლემა იყო რომ გვინახა რადგან გაზაფხულია. ჩანჩქერი არ არის და. ხო. გაზაფხული ჩახავთ ის მიწა. აი აქედან შემოყავს პეტრე ჭაბუკიანი. რა პატარა იმედა. და აღმოაჩინა ჩვენი მღვიმე. ვაიმე, შემისვაგინოდა. ეს მდინარე იმდენად სათავეს, მღვიმიდან 200 მეტრის მოშორებით. ესეც აგერ დინოზავრები, ჩვენი ძმები და მეგობრები, მაგრამ არსებული ინფორმაციის თანახმად, რადგან ჩვენამდე მარტო ძვლებმა მოაღწია, არის ესეთი აზრიო, ისინი არ იყვნენ ისეთი მოტიტულებულები და იყვნენ ბუმბულიანი არსებები. მაგრამ ნუ ფილმებიდან და სხვადასხვა ილუსტრაციებიდან გამომდინარე, შემორჩენილია ინფორმაცია, რომ ესეთები იყვნენ. ეს იყო ალისაური. ალისაური, ანუ შეიძლება იქნება ხელსვეტე. ალისაური. და ამას ეს ბუმბულები უნდა ქონდეს, მაგრამ ამას არა აქვს. ამ ხელა რაღაცა რომ დაგაცხრებოდა, იქ სანადიროდ რო იყავი შენთვის. აჰა. ესე იგი, ახლა მოვიდით თეთრ მღვიმეში, რომელიც წყალტუბოდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. ანუ ეს მღვიმე საინტერესოა იმით, რომ პრომეთეს და სათაფლის მერე მიემატა და თან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეთოდი დააკვირდა, რადგან მღვიმეში არის ერთი სტაბილური ტემპერატურა, აქ გადაწყვეტეს შეინახა დომინო და საინტერესოა რა და როგორ იქნება. საკმაოდ უნიკალურია.
ეს ადგილი, როგორც უკამ აღნიშნა, იმიტომ რომ არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც კი მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, ტურისტული სივრცე, ეკოტურისტული სივრცე არ არსებობს, იმ მხრივ რომ აქ შეგვიძლია დავა გემოვნოთ, ასე ვთქვათ, აქ დაყენებული და დაძველებული ღვინოები და დეგუსტაციაც შედის, ანუ ამ ღვინის დათვალიერებისას. დაფინანსებულია აქ წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციების და ქვეყნების მიერ, წყალტუბოს განვითარების ჯგუფია, რომელსაც აღარ დაგიმალავთ და ვიცნობთ კიდეც და ძალიან გვიხარია, რომ ამ საქმეშიც იყვნენ ჩართულები და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებთ. ადგილზე დაგვხვდა რამდენიმე, ასე ვთქვათ, შემოთავაზება, გარდა იმისა, რომ ღვინის დეგუსტაცია ვახსენეთ, არის სპელეოთერაპია, შემეცნებითი ტური ღვინის დეგუსტაციით, ეს ავიღეთ ახლა ჩვენ და ღვინის ტური არჩევით დეგუსტაციით. შემეცნებითი ტური ცალკეა და ფასებიც ასე გამოიყურება. ასეთი საოცარი ადგილისთვის ჩემი აზრით საკმაოდ ნორმალურია. ეს არის საერთო სივრცე. ძალიან კარგად არის გადაწყვეტილი. უცხო, ასე ვთქვათ, ნახატები არ არის ეს ჩვენთვის. გამქვაბულში აღმოჩენილები და ძალიან კარგია რომ აქ არის დატანილი. ესე გადავხედოთ. აქ ვაზის ჯიშებია აშკარად წარმოდგენილი, კრახუნას ვკითხულობ და ცოლიკაური. ეს საწნახელი უბრალოდ ალბათ წარმოდგენილია, რადგან ღვინის დეგუსტაციაც არის შეტანილი, ძალიან კარგია. უხდება. ანუ ეს არის მოსასვენებელი სივრცე. აქაც არის წარმოდგენილი ასეთი ძალიან მარტივი ნახატები, არ არის გადატვირთული, მაგრამ ისე უხდება აქაურობას, რომ კლასიკური მუსიკა ალბათ გესმით თქვენ, სხვათა შორის ეს სათაფლიაშიც ძალიან იყო და მოგვეწონა აბსოლუტურად. ისთან ახალ, ის რა არის მევა. ჩემთან რატომ მოდის? რა გინდა? რა გინდა? ზაღლის სუნი მაქვს? მე შევჭამო, კარგი ხოქოთი. აი თუ დავაკვირდებით, საკმაოდ ჩახმავება აქ, ბუნებრივად რაღაც აუზივით არის გაკეთებული. იქიდან შევდივართ. რა სიღრმე არ ვიცი, წეს გვეტყვიან. ან წავიკითხავ ახლა და მოგასწრით ინფორმაციას. ო, გამორჩეი. თეთრი და მომდინარეობს სახელი ღვინის და ზუსტად ნაღვენთების ფერის გამო. სტალაქტიტი ფორმების თეთრი ფერის გამო შეიშალა ესეთი სახელი, როგორც პირველი დარბაზის გარდა. გვაქვს ყველგან წარმოდგენილი ეს თეთრი ბუნებრივი თეთრადაფერი. ბურთით თამაშის დროს ჩამოვეცნე შემთხვევით აქ. შემდეგ დაიწყოთ მონდარი ფოლკთა ჯგუფის შემოსვლა, გაწმენდა ღვინის და შესწავლა, რასაც საკმაოდ დიდი დრო და შრომა დასჭირდა. კერძო კომპანიების და პირების კოლექციები, რომლებიც ძირითადად ფესტივალებისთვის ამზადებენ ღვინოებს. არქეოლოგების შემოვიდნენ, ყველაფერი იყო აი 80% ალბათ მეტი იყო ეს არის ენეოლითის ხანა, ადრე ბრინჯაოს ხანა. ეს აღმოჩენა ღვინის არის ორმხრივ საინტერესო პირველ რიგში, იმიტომ რომ ენეოლითის ხანა ეს არის ისეთი პერიოდი, ნეველი რო დავარქვათ ადამიანის კათოლიკოს ისტორიაში, და ჩვენ დიდი ხანი ამ ღვინოები გავყავით და გამოსულები ვართ, ძლიერები ვართ, როგორც უკვე მეტალურგიაზეც ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა გამოწვარი, ჰქონდათ ეს პლატფორმები და ამით სამყარო და არის პირველი სადაც დაინვესტა და დაინერგა ზუსტად ამ ფერის გამო, რაც განსაკუთრებული არის ქიმიური. ეს თერაპიისთვის შეგიძლია პლედი წამოიღო, დაიძინო ადამიანმა და ვისაც აწუხებს რაღაცა ისინი, რაღაც დაავადებები ვისაც აწუხებს შეუძლია გაჩერდეს და 3 საათი იძინოს ისუნთქოს თუ რა ვიცი იქნა. სერიოზულია, მეგობრებო. ოხენ. ყველაფერი გადადის და ახლა უფრო სწრაფად და კარგად ხდება, მაგრამ შეიძლება ცდილობენ შექმნან ტემპერატურა აქ ღვინოს აქვს ბუნებრივად წარმოდგენილი, შესაბამისად უკეთეს პირობებში ხდება დაძველება და ვარგება, მოქმედებს ეს რა პირდაპირ ღვინის ტექნოლოგიურ თვისებებზე, ხასიათზე, გემოვნულ
მაჩვენებლები. ობა, ჩავა. ეს 1-3 ტანკი მოგივაკი. ყოჩა. აგისურვება აუცილებლად. მოკლედ მეგობრებო, გამოვედით. ისეთი ემოციებით ვართ დამოხტული, რომ არ ვიცი, თან ისიც რომ ცოტა 1-2 ჭიქაც დავლიეთ, განსხვავებული ღვინოები ჩვენთვის, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან არამსმელი ხალხი ვართ და ვერ ვერკვევით, მაგრამ რაც გავსინჯეთ და ასე ვთქვათ, ნახეთ, ძალიან კარგი იყო. აქ არის ესეთი წეღან გამოქვაბული, რომ ნახეთ პროსტოდ ესე ასასვლელი. მოკლედ, აი ეს არის გამოსასვლელი. ეს ახლა ბუნებრივად არის გაკეთებული, რა თქმა უნდა, მაგრამ თავიდან იყო ჩვეულებრივი ჩასასვლელი, ღრმულივით, ზევიდან ქონდა და ამ ღვიმის აღმოჩენაც, ესე იგი, უკავშირდება ბავშვების მიერ უბრალოდ ბურთით თამაშს, რადგან ჩაუვარდათ ეს ბურთი და ჩაძრომის დროს აღმოაჩინეს ეს ღვიმე. ძალიან საინტერესო იყო, იმან გამახარა ყველაზე მეტად, რომ აღმოჩენილია, ასე ვთქვათ, ადამიანის ნამოსახლარი, ნაშთები და სავარაუდოდ ამას წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც ვნახავთ, რაღაც არქეტიპები შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სურათების სახით მაინც წარმოდგენილი და აი აუცილებლად სანახავია, აუცილებლად, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიცით სათაფლიაზე და პრომეთეზე და იმის გავს მღვიმეებზე, თეთრ მღვიმეზე არც ისე ბევრია ხოლმე ცნობილი, ჩვენც შემთხვევით გავიგეთ, ასე ვთქვათ და ძალიან მიხარია, რომ აქ აღმოჩნდით. ანუ 3 ჭიქაც კი ჩემთვის რომელი ღვინო მოგვეწონა? სახელი არ გვახსოვს? არა, ბჭო თუ აუ, სახელი არ მახსოვს. ჩაუბრუნდეთ? ანუ ცოლიკაური, ოღონდ არა იმერული. ცოტა ჭდილა. ხო, არა დასავლური. არა აღმოსავლური, პირიქით. დასავლური. თუ კი არა, არა აღმოსავლური, დასავლური. დასავლური. ნიკოლა ურთქიფანძის ხელნაწერი შეურები კი ბატონო. არის ქარვის და ოქროს თავი აქვს. აი ნახეთ ქვემოთ ეს ხილისთვის არის, რომელსაც აკეთებთ. ხალი არის მოღვაწეობს თბილისში და ამ ნაწარმოებს საჭერ კალმები, ყალიონები და მის მსახმუზეში თქვენ ამოიცნობთ დღევანდელი ცხოვრების იერსახეს. შესული თეთრ მღვიმეში, შემდეგ უკვე დათმა გამოიყენა ეს გიგანტური ნარდი, რომელიც აღმოჩენილია ოხტა. ეს აქსოვი ჭხირები, აგერ მიწის სამუშაო რქებს. ეს არის ნახეთ დაკვირდით. აუი, ვერ დავინახე. სამარხი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ასეთი სამარხები აღმოჩენილი. ნახეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიც ნახეს, ყველგან იყო ქალი ჩასვენებული. გოგების მიერ და ყველა იყო ქალი და ბავშვი. ბავშვი და ქალი. ხოლო მამაკაცებს, როგორც არქეოლოგები ამბობენ, ახვევდნენ ნაბაჯში და კიდევდნენ უხრან ტყეში, ალბათ რაღაცის გამო ზჯიდნენ მამაკაცს. გერმანელი ყველგან გერმანელი. Ford Deutschland დაწერია და მართლა ძალიან ბევრი ფილმის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას, რასაც ეს მისი ფილმი. ეს გახლავთ მისი მამა. მოვედით შემდეგ ლოკაციაზე. პრომეთეს მღვიმეა, ასე ვთქვათ. ასე თუ ისე ბოლო ლოკაცია. ეს არის ვიზიტორთა ცენტრი თვითონ. საკმაოდ მიმზიდველი, როლფეროვანი, ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია, ანუ ყოველთვის პრომეთეს შეფერება. დასავლეთის გარდა სხვა ფოტოებსაც ხედავ, ეს ძალიან კარგია. კოლხეთის დარბაზი, მედეას დარბაზი, სიყვარულის დარბაზი და უღელტეხილი, პრომეთეს დარბაზი და იბერიის დარბაზი და გვინიდან გასასვლელი. მური დათვი. ასეთი დათვი ჩვენ თეთრ მღვიმეშიც ვნახეთ, ასეთი იყო დაწყობილი იყო ის და მე წყალტუბოს მუზეუმში მხარეთმცოდნეობის უკვე წარმოდგენილი იყო მთლიანი თავის ქალა, რომელიც აღმოაჩინეს თვითონ მღვიმეში და თავის ქალა. როგორც გამოჩნდება, საკმაოდ დიდია. შემოვედით უშუალოდ. იწყება, ასე ვთქვათ, ტური. საინტერესო ის არის, რომ ჯგუფური გადაადგილებებია კონკრეტულ დროზე გავდივართ. ვართოთ სხვა ადამიანებთან ერთად, სხვა განხორციელებებთან. ეს არის ძალიან საინტერესო ფოიე.
პირდაპირ უნდა ვთქვა რომ აღფრთოვანდი ამ დარბაზებით. ვა, რა კაი ფოტოა. რაოდენი პატარა. სუცხვათის მღვიმე. აი ესე იგი, ქართველები გამოგვიშვეს, გვითხრეს ორი სიტყვა. უნდა ჩავიდეთ ნელ-ნელა. კილომეტრიდან რამდენი გვეხსავლელიო? 900 საფეხური, 6 დარბაზი უნდა მოვინახულოთ, როგორც ვთქვით. და ასე ვთქვათ, წრიული მარშრუტია აშკარად, მაგრამ უკან ისევ ამ ადმინისტრაციულ, ასე ვთქვათ, ცენტრთან მოგვიყვანან ავტობუსით, ანუ შორს მივდივართ. ხო, წრიული არ არის, ხო, პირიქით, ანუ წრიული ავტობუსით, ანუ რაღაც კონკრეტულ ადგილამდე მივდივართ, აი მღვიმის რუკა გეგმა რო განახეთ, ერთი მხრიდან მეორეში გავდივართ და მე ავტობუსით დაგვაბრუნებენ. მეგობრებო წამოსული. უფრო კარგად რო წარმოვაჩინოთ აქ რა ხდება. სხვათა შორის 50 მეტრით ვართ ქვევით ახლა როგორც გვითხრეს. ეს არის პირველი დარბაზი, საკმაოდ დიდი სივრცეა და აი რო შევადარო, თქვათ სათაფლის და თეთრამღვიმის ჟანგბადის რაოდენობასთან აქ ცოტა მიჭირს სულ თქვა 21%-ია ჟანგბადი და ყოველას დარჩა არის დანარჩენი არ არის. ძალიან საინტერესოა ახლა აქ არ ჩანს, მაგრამ შეიძლება სიმწვანე ჩანს. ანუ ამ ტერიტორიაზე, ამ სიღრმეში სხვაგან არ მინახავს ბალახებია ამოსული. ძალიან საინტერესოა. არ ვიცი ხა ჩანს თუ არა აქ, მაგრამ რატომღაც სულ თქვა მიჭირს და არ ვიცი რატო. შენც ხო? ანუ იქით არის ხო ესე თითქოს და თან ესე ვთქვათ, ვისაც კლაუსტროფობია ჭირს უფრო მარტივი იქნებოდა ეს დარბაზები, იმიტომ რომ განიერია და რაღაც სივიწროვის შექმნებას არ იწევს, მაგრამ მაინც ის არის, რა ქვია, ანუ როს ვთქვა, მგონია რომ ვერ ვთქვა. არ ვიცი რატო. მაგრამ ისეთ საგანგაშო არაფერი, უბრალოდ იმას ვადარებ, რომ იქით უფრო იყო მეტი ჟანგბადი და აქ ტენიანობაც მეტია. აი როს ვთქვა, მგონია რომ რაღაცა ზღვაზე ვარ. ეს არის პრომეთეს კერა და ნავენახევის მღვიმის კადრები. რასაც ნახავთ რამდენიმე წუთში. მე ვარ აქ ნამყოფი ძალიან ადრე. ძალიან ადრე არ არის, მგონი 10 წლის წინ, ან ცოტა მეტი. და იყო დაკეტილი. მაგრამ გაიხსნა დაახლოებით 7-8 წელია და ვერაფრით ვერ მოვახერხე რომ მოვსულიყავი და ახლა ასე ვთქვათ პატარა ოცნებას ვიხდები. საკმაოდ კარგად არის მოწყობილი აქაც, განსაკუთრებული იმით არის, რომ ასე ვთქვათ, სარეკრეაციო ზონაც აქვს გარეთ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის მოწყობილი, პარკის მსგავსად და განსაკუთრებულია ამითაც ეს ადგილი. თვითონ ადგილი, ბუნება საოცარია, სავარაუდოდ ზაფხული, გაზაფხული შემოდგომაც ძალიან ლამაზი იქნება. თქვენ ასე თქვით? საკმაოდ საინტერესო არის მღვიმეების გემოდელი ტური გამოგდის და ძალიან კარგია. ხო, ნახოთ. GoPro არ დაჯდეს ეხლა კიდე ამ. კი, იქით დაგვიჯდა GoPro და აქეთ ნახოთ ახლა რა იქნება. ფაქტობრივად ტყე აკრავს ამ ადგილს. როგორ აღმოაჩინეს და რანაირად. ასე ვთქვათ, მაგასაც გვეტყვიან და მე გაგაცნობთ. აი, ასეთი ჩასასვლელი გვაქვს. ფაქტობრივად აი ამ ტყეში, რომელსაც წევან უყურებდით, იქ შევდივართ. კი ბატონო. მადლობა. მღვიმი არ არის დიდი, 250 მეტრია პილიგის სიგრძე, იგივე გზის გავლა მოგიწევს უკან რასაციდან გავლით. მოგიგეთ ასე უკვე. ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ დედამიწაზე ადამიანი ვერ გადიოდა და ამერა ყოველ ტერიტორიაზე შემოდიოდა ადამიანი. ანუ სიმაღლე აქვს სხვა მღვიმეებთან შედარებით ერთ დონეზე. ანუ სულ ერთი დონეა, კი. ესეც. ისე ვუსწავლები. აი ეს გავს ნაყინს. და რა ლამაზი. და ფერი ძალიან კარგად აქვს შენარჩუნებული. ლომის თაქისებურის სტალაგმიტი. როგორ დაიწყდა ეს ფერი? ლომის თაქისებურის სტალაგმიტი? თუმცა აქეთა განსაცდელი მგვანეთი. ფერებიდან ამისიქით. ბოლო ბუნებრივი გაჩერება, ასე ვთქვათ, ნავენახევის მღვიმეში და ნახეთ წყლის იმით. ეს გაკეთებული პატარა ტბასავით, ძალიან მაგარი ადგილია რა. განსაკუთრებულია, რაც ვნახეთ,
ნამდვილად. იგი ერთი საინტერესო ფაქტი კიდე ის იყო, რომ შეიძლება ნავენახევის მღვიმე უკავშირდებოდეს ცუცხვათის მღვიმეს, რომელიც პირდაპირ ხაზით დაახლოებით 10 კილომეტრშია და როგორც ადრე დაადგინეს, ეხლა მღვიმე იქითაც გრძელდებოდა, მაგრამ ხარის დინაკადები იყო და ეგრო გაითხარათ, ესე ვთქვათ, შეიძლება დარღვეულიყო ეს ბალანსი და დაიწყო შლა ამქანებს და გამოშოვა და შლა რა, ამიტომ გაანებეს იმის გათხრას თავი. Let ეს რაღაც გადავწყვეტეთ, რომ ნავენახევიდან გადავსულიყავით ძევში, ოღონდ სიმონეთის გავლით და რაღაცები აგვერია და ჯერ ქვედა სიმონეთში ვართ, მე რომ დავიდეთ ზედა სიმონეთში. იქიდან გადავალთ პირდაპირ ძევში, ჩავალთ და ვნახავთ ჯერაც გაუხსნელ საგვარჯილეს ასე ვთქვათ ტერიტორიას, მღვიმეც არის იქ და არის უძველესი გამოქვაბულები, სადაც ნამოსახლარიც არის ასე ვთქვათ მოპოვებული და მოძიებული. მართალია დღეს არ ფუნქციონირებს ეს ადგილი, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი ბავშვობის ასე ვთქვათ ადგილი და სიყვარულია, რომ დიდი სეონებით ვნახავდი ამ ადგილსაც ისევე დაქოქილს, როგორც იყო სათაფლია, პრომეთე ან თეთრა მღვიმე. როგორც ვიცი, გამოკვლეულია, არის ამაზე ასე ვთქვათ ისტორიული ნაშრომებიც, კვლევები გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ როგორც გავიგეთ, კულტურის სამწუხაროზე ხო? არ ეკუთვნის დაცულ ტერიტორიებს და ასე ვთქვათ ნაკრძალებს. დაახლოებით მიწერს 15 წუთს სიმონეთი მეც მითითებული ოღონდ. რაღაცა ეს გზა არ ვიცი. ეგ არის გამოვედით ტრასაზე ვარ, საბედნიეროდ მიხარია. No way. აი ეს არის თქვენი Google Map-ი. ანახი. კი, ჩვეულებრივი კარგი გზაა. უკვე იწყება ვისი ბრალია ეს გზა ვინაირჩია, ვინ გადაწყვიტა აქეთ წამოსვლა, იმიტომ რომ ვერ გავედით იმენა ბოლოში. ეხლა აქაც თუ გზა იხერგება და ვაიმე რაღაცა ტალახს ხედავ. გამოვაგენით გზა, გემევიკვლიეთ და წესით 2 საათში ვიქნებით უკვე ძევში. ანუ ჩემი ესე ვთქვათ მონიშნული წერტილიც გონებაში რაც მქონდა, ეგეც გამოვიარეთ და ესე იგი სწორად ვართ, მაგრამ ცოტა კი ვინერვიულეთ, იმიტომ რომ სრულიად ხომ მივდიოდით და უბრალოდ უკა გვიჩვენა სწორი გზა, მაგრამ იქ არ იყო გზა ასე ვთქვათ. აი ახლა აქ ვართ. იქით ჩანს გოგნის წმინდა გიორგის კარუბდებელა, ესე ვთქვათ, ეკლესია. და აი აქ შევდივართ უკვე ჩვენ სიმონეთიდან ძევში. ეს ფულები არ შევიმჩნიოთ. კი. ეს არის პარკივით გაკეთებული, ადრე საერთოდ არ იყო მსგავსი რამე, ხა მე პირველად ვარ, მგონი 2 წელია უკვე არის სულ 1, ზუსტად არ მახსოვს. იმედია რაღაცები ჩანს. ეს ძალიან საყვარელად გაუკეთებიათ. ეს ასე ვთქვათ გამოღრუტნული გამოქვაბულივით არის გზის აქეთ ამ მხარეს, წესით ნახავთ ვიდეოშიც. იქით არის ეს მთავარი ციხის მსგავსი. აი სამწუხაროდ ვანდალიზმის ფაქტები და ეს გამოთხრილი არ იყო ხოლმე და არ არის ხო გასასვლელი. უბრალოდ ის არის ქვაბია კი ბატონო. მაგრამ შეიძლება როგორი ტემპერატურაა. ნახეთ ანუ აი ზევით. ვაა, ძალიან საინტერესოა ის პირდაპირ რაღაცა გავს იმას. მღვიმეებში ნანახს სტალაქტიტს. და ეს ასე გამოიყურება. ჭვარტლს კი ხედავთ თქვენს. საინტერესოა მეტად. იქით დავინახეთ კლდეზე ველური თაფლი ფიჭა,
უფრო სწორედ ვერ მოვაზუმეთ, მაგრამ ძალიან საინტერესოც ჩანდა. მიფხელა იყო რა. მოკლედ გადმოვედით რიკოც აქეთ. უბრუნდებით თბილის სამწუხაროდ. და ორი სიტყვით პატარა შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ ეს ლუკასის არის რა ქვია ლუკას სტილია მანქანაში მისამებები და ეს რა ქვია ბოლოს სიტყვაობა და რა ვიცი შეიძლება შედაიწყო. რაც შეეხება მარია აზრმოსცემას რაც შეეხება ჩვენს გასვლას საკმაოდ კარგი გამოვიდა რაღაც ღმერთები არ ქონდა გეგმაში მაგრამ ჩავუხდეთ და კაი გამოვიდა იმიტომ რომ განსხვავებული იყო მაგალითად ახლა ბოლოს ვიყავით ნავენახევის ღვიმეში და განსხვავებული იყო პრომეთესგან, სატაპლიასგან და თეთრ ღვიმესგან განსხვავებით, მაგრამ ანუ საინტერესო იყო ის რომ პატარა იყო ღვიმე, მაგრამ სიმაღლე რო ერთ დონეზე ხომთლიანად დაჭერილი. რადიკალურად განსხვავებულ შეგრძნებას იწვევდა და პლუს ის რომ შეიძლება 15 კილომეტრი გაგრძელება ჰქონდეს და მეორე ღვიმეს უკავშირდებოდეს, ეს ცალკე სასწაული ამბავი იყო. მოკლედ სპელეო მიმართულება ძალიან საინტერესოა. სპელეოთერაპიაც ძალიან კარგი არის მათთვის, ვისაც ფილტრებზე და სასუნთქებზე პრობლემები აქვს. ვისაც არ გონი იმათვისაც კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მოგვეწონა. ხო, ბავშვობაში რაღაცა მაწუხებდა და მატარებდა ხოლმე სურავში და რა სურავში აგერ მშვენიერი ის ყოფილა. ღვიმეს და ანუ საკმაოდ მაგარ შედეგებს დებსო, როგორც ადგილზე ამბობდნენ თანამშრომლები. წყალტუბოში არის რესტორანი, იმერული ესკიზები, სასწაულ კერძებს შემოგთავაზებენ ყველანაირად და სასწაულ მოქმედები არის. აუცილებლად შევუკვეთეთ მარწყვის homemade limonade. homemade რომლის ინგრედიენტების გაგებასაც ჩვენ ვცდილობთ მეორეჯერაც მივედით, მაგრამ არ ვიხეს და ამიტომ ჩვენ თვითონ ვიფიქრებთ და მოვიძიებთ როგორ კეთდება ეს ლიმონადი და რა ინგრედიენტები იყო მასში. ვიგეთ რომ ღვიმეებში სტაბილურად 14 გრადუსია, საჭირო იმისთვის რომ არ ჩამოიშალოს იქ არსებული ეს მარილოვანი კალციუმის შემცველი ესენი რა ქვია სტალაგმიტები, სტალაქტიტები და რაღაცეები ამ სამი არის მათ, რომელიც ჩამოდის ქვევიდან ამოდის და ერთი რომელიც უერთდება მესამე და სტალაგნატი კი ძალიან კარგი იყო. მე კი ვიყავი ბავშვობაში ნამყოფი რაღაც რამდენიმე ღვიმეში ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ეს დაგეგმილად და იკომრდულად ესენი უნდა ვნახოთ, ასე არ ყოფილვარ და ძალიან საინტერესო იყო. კარგი ის არის, რომ თითოეულში შეგიძლია ვისაც ოჯახი გყავთ, ბავშვები გყავთ, წამოხვიდეთ, არანაირი პრობლემა არ არის. უსაფრთხოების ნორმების დაცულია და თან საინტერესო ის არის, რომ ნებისმიერ პერიოდში, ღრმულში, ესე ვთქვათ, არის მუდმივად 14 გრადუსი. კიდე ხო, ეგუგულის ღრმულში, ღვიმეში, ჭაში ჩავარდნილი კაცი, ხო. და შესაბამისად, ჩემი აზრით ყოველთვის საინტერესოა. განახეთ. აქ იყო დრონის კადრები. კი, დრონის კადრები, რაც გამოჩნდა წესით და ფოტოებიც. იქ აღარ გადავიღეთ, იმიტომ რომ ახლოდან ფაქტობრივად ვერ ვიღებდით ვერაფერს და იმედი მაქვს და იმედს ვიტოვებ, რომ გავა რამდენიმე წელი და ეს ადგილიც ისევე ტურისტულად, ასე ვთქვათ, დატვირთული და საინტერესო გამოვა, როგორც სხვებია. ერთი განსხვავებით ის არის, რომ ამ ადგილზე როგორც გითხარით, აღმოჩენილია ადამიანების, ასე ვთქვათ, საცხოვრისი ნაკვალევი, როგორც იყო მაგალითად თეთრ ღვიმეში და იმედი მაქვს, რომ გამოცოცხლდება ძევრი, ძერულა და იქ არსებული გამოქვაბულები. და სპელეო მიმართულება ამ მიმართულებით არ შედება. ხო, კიდევ იქნება სხვა საინტერესო რამ იქნება ამჯერად ალბათ ჭიათურას შეიძლება. ხო. გამოცდილი ადამიანები, როგორც ვიცით, არიან, ზოგი აღმოჩნდა როგორც ჩვენი მეგობარიც არის და იმედი მაქვს, რომ მათი დახმარებით უფრო სიღრმეში ჩავალთ და მეტ რამეს ვისწავლეთ. ეს იყო, ასე ვთქვათ, პირველი უცაბედი ფაქტობრივად დაუგეგმავი ედუკაზე, რასაც ვნახულობ და ვიცოდი, რომ აქ ეს კარგი ადგილია წესით, ეს შევირბინეთ. მადლობა, იმედია ნორმალური კადრები გადავიღეთ. არა, ბევრი რაღაც დაგვაკლდა მართლა, მაგრამ რადგან პირველი იყო, არა უშავს. ეგ არის და ეგ. ნახოთ რა იქნება შემდეგ. დღეს წითელი მთვარე